ამებით გწაბასობთ ქსან ჯონის შოუს, რომლის სტუმარი არის პენი ბრედლი. ეს არის წარმოგიდგენთ ვიდეოს პირველ ნაწილს. ეს არის არხი 20 და 20 აბრადნა. როგორც მე თქვი, ნაწილი პირველი. მე მოვიწე პენი ბრედლი ჩემ შოუზე და მინდა გავაკეთო მოკლე გამოშვება. ქსან ჯონი ამბობს, რომ მას აქვს მხოლოდ 40 წუთი და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადადის. საიდან ერენა ცეცხლი ჩენი ცეცხლი რომ გამოვიტანე ბინა გავის ტუმრე ნოემბრამ 2025 წლის ნოემბრამდე მე თვითონ მისია მაქვს მაღაზიაში და რაც თურის ცოტა შევინახე პროდუქტი მაგას ჭამ მე თვითონ პენსიას ვევდები Я так рад, что ты вернулась. პენი, მიხარია რომ შენ დაბრუნდი. მე დამიგროვდა ბევრი კითხვა და მე გავიფიქრე რომ შევეკითხები პენის. პენი, მე ვუსმენდი შენ ერთ-ერთ პოდკასტს, სადაც ჩვენ ლაპარაკობ ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე, რომლებსაც სკოლაში არასწავლიან, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია ან ბიუროკრატია, მაგრამ საბჭო საერთაშორისო ურთიერთობების დევიდ როკფელერი პენი ამბობს, ქალი კომანდირი გერმანელებთან მომუშავე კოსმოსში, ისინი სადღაც გვერდზე არიან, ისინი ერებიან ზოგიერთ საქმეებში, მაგრამ სინამდვილეში თამაშობენ ზედამხედველების როლს. თუ ჩვენ გამოვალთ ჩარჩოდან, ისინი თავის აზრს გამოთქვამდნენ იქნება, მათ აქვთ ამის უფლება, რადგან არის კონტრაქტები და ხელშეკრულებები, მაგრამ დედამიწა ყოველთვის იცვლებოდა ანუნაკების ტერიტორიად. ეს არ არის ადამიანების ტერიტორია და მთავარი ეს ჩვენ გავიგოთ, რადგან უმრავლესი ადამიანებისთვის ეს ძალიან რთული მისაღებია,
მე ველაპარაკე ზოგიერთ ადამიანებს, რომლებიც აქ ყველაფრის მმართველები არიან, ისინი თითქოს მე თავზე მეფერებიან და პასუხობენ ჩემ შეკითხვებზე. პენია ამბობს, რომ ისინი ზოგჯერ მას ექცევიან პატივის ზემით და ზოგჯერ კი არა. ეს არიან ადამიანები, რომლითანაც მე მაქვს ნათესაური სისხლით ურთიერთობა, მაგრამ მე მათთან ერთად არ ვიზრდებოდი და თავიდან ისინი მიფრთხილდებოდნენ, მათ ეგონათ, რომ მე მივიდოდი და სახელმწიფო ხელისუფლება ჩავიგდებდი ხელში, წამახსენებდი მათ ფულს, ტიტულს და ასე შემდეგ. როდესაც მაგათმა გაიგეს, მიხვდნენ, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვიყავი და არც კი გამიფიქრე ამის გაკეთება, მათ დაიწყეს გულის გახსნა. ასე რომ მე მიწეს ბალანსირება იმის შორის რა უნდა ვთქვა და რა არა. სან ჯონი წამყვანი ეუბნება პენის, მე მესმის თქვენი, მე ხვდები რისი თქმა შეგიძლიათ და რისი არა. მე მესმის რომ თქვენ გქონდათ ინფორმაციის გადინება. მე უბრალოდ გეკითხებით შემთხვევით მე უბრალოდ გისვამ შემთხვევით შეკითხვებს და რომლებსაც მინდოდა ყოველთვის პასუხი გამეგო და მე ვცდილობ გავუგო სამყაროს, რომელშიც მე ვცხოვრობ და ეს ყველაფერია. ასე რომ ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად რამე მოყვეთ ჩემ შოუზე. პენი პასუხობს, კარგი, დავიწყოთ თავიდან, სულ თავიდან. ჯონი ქსანჯონი დაუდასტურა რომ ხო თანახმა. პენი აგზელებს. ეს იყო მარდუკი. სხვათა შორის სხვა წყაროებიდან მე გავიგე მარდუკის სახელი და მარდუკზე ამბობენ, რომ ის იყო პირველი, მან მოახდინა პირველი ოკუპაცია დედამიწის, მან ამოჭრა გუმბათზე სახურავი და გუმბათით შემოვიდა დედამიწაზე, რადგან გუმბათით იყო ამოკავებული ტერიტორია და ვერ მოხდებოდა ისე და სახურავი გუმბათი იყო ორმაგი და იმ გუმბათ ორ ფენას შორის გადიოდა წყალი და როდესაც მან ამოჭრა ეს გუმბათის სახურავი, ის წყლები ჩამოვიდა დაბლა და მოხდა პირველი წარღვნა. არის კიდე დასაკვირველია სხვა ვერსიები, მაგრამ ახლა მოდით მოვუსმინოთ პენი რას იტყვის. მარდუკი ანუნაკი იყო ის პიროვნება, ვინც მართავდა დედამიწას და ის გაასამართლეს მას ის გაასამართლეს როგორც ბრალდებული, რადგან ჩათვალეს, რომ ის დამნაშავეა კაცობრიობის წინააღმდეგ. ასე რომ ის იყო უბრალოდ ის გადააყენეს თავისი თანამდებობიდან, მიწირას რომ თქვა. დასაკვირველია, ის ჯერ კიდევ ფლობს ამ ადგილით, მაგრამ ის არ მართავს. ეს არის მისი იურიდიული სტატუსი და სასამართლო კი ეკუთვნება galaktikul federatsias, უბრალოდ galaktikul federatsiebs. ისინი აქ არ არიან, მაგრამ აქ არის ბევრი ნიუანსი. ახლა კი მის მაგრად იყო დრაკო. როდესაც თქვენ ელაპარაკებით ამ ელიტას, ისინი იყენებენ სიტყვებს ანუნაკი და დრაკოს როგორც სინონიმებს, მაგრამ ეს სხვადასხვა სახეობაა. ანუნაკები გვალარიან ჩვენ, მაგრამ ისინი უფრო უზარმაზარები არიან და მათ აქვთ უნარები, ასე ვთქვათ, სასწაულს რომ უწოდებთ ადამიანები, სასწაულ მოქმედი უნარები გააჩნიათ. დრაკონები კი არიან ადამიანის მაგვარი არსებები და ორივე ანუნაკების და დრაკოს ორივე ჭამენ ადამიანებს. და როდესაც იხსენიებენ ღმერთებს, კაცობრიობის ღმერთებს, ეს ღმერთები არიან ან ანუნაკები, ან დრაკო, რეპტილიები. და ისინი ყველა ჭამენ ჩვენ. ეს მნიშვნელოვანია. ბიბლიის ძველ აღთქმაშიც კი წერია, ის რაც ესე იგი, მე ხა შევიხედე ინტერნეტში, უტრობა, რუსული სიტყვა უტრობა, უდრის, ნაწლავს უდრის საშვილოსნოს, მაგრამ იქ პენი ამბობს, რომ ბიბლიაშიც კი წერიაო,
то, что открывает утроба, ესე იგი сашвилоснос ნიშნავს, რადგან то, что открывает утроба, все можно есть. ესე იგი, რაც ბადებს საშვილოსნო, ყველაფრის ჭამა შეიძლება. ხო და პენი მაგას ამბობს, რომ ბიბლიაში წერიაო, რასაც ბადებს საშვილოსნო, ყველაფრის ჭამა შეიძლებაო. რადგან ღმერთს ეკუთვნისო. ესე იგი, მათ ეკუთვნის. ანუნაკებს ხო თავისთავად ღმერთებად მიაჩნდა და რეპტილიებს. და როდესაც ბიბლიაში არის მე 7 მაქვს ბიბლია წაკითხული რუსულად. და რატომ ვერ შემარჩნია ამდენი რამე? და ეს ნეფილიმებზე რომ საუბარი, ისინი ხო მაგასთან ხო ადამიანების ჭამა დაიწყეს, როდესაც არ იყო თაყვები. და მაგას ვამბობ, მათ მიაჩნიათ თავისთავად ღმერთებად. ახლა ჩვენ ავიღოთ სოფლის მაცხოვრებელი და ყავს მთელი გროვა საქონლისა, ხო? იგივე ჩვენ იმ საქონლის პატრონი უდრის ღმერთს ძროხებისთვის. ძროხები უყურებენ მას, როგორც ღმერთს, როგორც მარჩენავს. ხო და როდესაც პატრონს ჭირდება ფული ან შია, ადგება და რომელიმეც კლავს, ან შუს უკლავს ძროხას, ხომ ასია? თუ მოზვერი ძროხა ხპოყავს ბევრი, რასაკვირველია, შესაძლოა მოზვერი ან გაყიდოს, ან დაკლას და შეჭამოს და ასე შემდეგ. ეგრევე ქათმები. ჩვენ ვუვლით ქათმებს, ვუფრთხილდებით, მაგრამ თავს ვასწრით ხელად, როგორც კი მოგშვიდება. ხო? და რატომ და გვიკვირდეს ჩვენ თუ ჩვენ გვჭამენ ღმერთები? გინდა ანუნაკი იყოს, გინდა დრაკონიელები. ასე რომ პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენ შეხედეთ და აღენეთ თქვენი თავები მაგ ღმერთების ადგილას. თქვენ როგორ მოიქცეოდით? მე არა, მე მაგათ არ ვამართლებ, მაგრამ მათი გამტყუნებაც არ შეიძლება. ჩვენ ხო მასე ვიქცევით, ჩვენ პატარა ძმებს მასე ვექცევით. მე დიდი ხანია ხორცის ჭამა მივატოვე, ხორცის ჭამა, თევზის ჭამა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვამბობ ვარსკვლავზე. ხშირად არ ჭამ, მაგრამ პერიოდულად ჭამ. ხო და ახლა დაფიქრდით თქვენ რომ იყოთ შემქმნელი, ჩვენ ყველანი შემქმნელები ვართ ხო მაინც. რას უკეთებთ თქვენ, მით უმეტეს სოფლის მაცხოვარით ვხართ? მითხარით? ღორს ამრავლებთ, კლავთ და ღორი ნახევრად ადამიანია. ძროხა ნახევრად ადამიანია, სულფეხა საქონელი ნახევრად ადამიანია, რადგან მათში არის ადამიანის დნმ. რასაკვირველია, თქვენ ეს არ იცოდით, მაგრამ თქვენ რომ ბორეების წიგნი წაიკითხოთ, ყავს დაგიდგება თმები. იმდენ სიახლეს გაიგებთ. წიგნი, რომელსაც სახელწოდებით მიტიერი ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორია. ქართულად ეს წიგნი არაა, მაგრამ მე მაქვს ვიდეოები. ჯერ კიდევ არ მაქვს დამთავრებული ატვირთვა. ცოტა იქ პირველი ვიდეოებია ჩემი და ცოტა ნელა ვლაპარაკობ და ვჭიმავ, რადგან ჩემ ნაწილს მე რადგან სუსტი მხედველობა მაქვს, კითხეს ხოლმე, მაგრამ ჩემ ნაწილს ძლის კითხულობ, ასოების მიჭერს გარჩევა. უფრო მეტი სათვალე მჭირდება, იქ არ გამომიწერა, რადგან შაქარი მაქვს მაღალი. ნაკლებად ელოდება და მე სულ მაღალი შაქარი მაქვს. და ამიტომ გეუბნებით. ყველაფერი მიიღეთ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. და გაგიათულდება ცხოვრება. ჩვენ ხომ აქ იმისთვის არ ვართ მოსულები, რომ საქმე ვარჩიოთ, არა, ჩვენ ვართ ჩვენი მისიებით. ჩვენ ყველანი ვართ ცულები. ყველანი ვართ ცულები. ესა ჩვენი ავატარები, ჩვენ რაშიც ვართ. და ჩვენ მისია, ჩვენ ამოცანას რო შევასრულებთ, ჩვენ წამოთ აქედან. ამ ავატარს დავყრით, ჩვენ კი დაუბრუნდებით წყაროს. ასე იგი, მოდით გავაგრძელოთ. ჯერ ჩვენი სახით, ესე იგი, ჩვენი ადამიანებით ხდებოდა სხვა შეწირვა და ის ამას ჭამდა, ღმერთები ამას ჭამდნენ. პენი ამბობს, რომ მას არაფერი მოუგონია. ეს რეალობა, ეს რეალობა სამ რელიგიაში. ეს არის ჩვენ წმინდა წერილებში. მე არ ვთვლი უკვე ბიბლიას წმინდა წერილებად, რადგან ბიბლია არის უბრალოდ გროვა კრებული წიგნებისა, პაპირუსებისა, რომლებიც დაწერილია სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს, ხო? უბრალოდ ეს არის ისტორია ებრაელი ერისა და შემდეგ
ცხოვრება ახალი აღთქმა იესო ქრისტესვე. იგი სხვადასხვა დროსა დაწერილი. მეტი არაფერი. თქვენ თუ გინდათ იწამეთ, თუ გინდათ არა. თქვენ უბრალოდ როდესაც კითხულობთ, თქვენ ამას უშვებთ. ხო, მე დეთანხმები პენიბრელის, რადგან მე 7 ჯერ წავიკითხე ბიბლია. 7 ჯერ წავიკითხე. და წარმოგიდგენიათ თქვენ რამდენი რამე გამოვჩა მე, ხო? ჩვენ ყავს უცხოპლანეტელების ორი სახეობა. და კაცობრიობა ისეთი, როგორცაც ჩვენ მას ვიცნობთ. აქ არის ადამიანების სამი სახეობა. დედამიწაზე ცხოვრობს ადამიანების სამი სახეობა. თქვენ გსვენიათ ისტორია ადამზე და ევაზე. ელიტა იყენებს ამ ისტორიას. ისინი ამბობენ, რომ ადამამდე აქ იყო სხვა ვერსია კაცობრიობისა, რომ ისინიც იყვნენ ჰიბრიდები Homo erectusის და ანუნაკებს შორის, ჰიბრიდები Homo erectusისა და ანუნაკებისა, რომლებიც გავლარიან ჩვენ, მაგრამ უფრო მეტი უზარმაზარები არიან და რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე ეს ადამიანები არ გამოადგა ანუნაკებს მონების სახით. მონებად ისინი ვერ გამოდგნენ, რომლებიც ძალიან ჭკვიანები იყვნენ იმისათვის, რომ შეესრულებინათ საქმე და ძალიან სულელები იყვნენ იმისათვის, რომ არ აჯანყებულიყვნენ. ამიტომ ანუნაკებმა შექმნა ადამიანების შემდეგი ვერსია. Homo sapiens. თუ მაშინ პირველ ვერსიაში იყო Homo erectus-ი თუ ხო, ამ ვერსიაში იყო Homo sapiens. და ეს ვერსია იყო დამჯერი. მაგრამ ისინი ვერ ასრულებდნენ საქმეს ისე, როგორც პირველი ვერსია, რადგან მათ ჭირდებოდათ ყოველთვის ხელისჩვენება, თქმა რა უნდა გაეკეთებიათ, სულ ჭირდებოდათ წინამძღოლი, რომ ეჩვენებინა გზა, ეჩვენებინა საქმე. ამათ არ შეეძლოთ დამოკიდებლად ფიქრი, რადგან ეს არ იყო მათში ჩადებული. ახლა მათ ყავდათ იდეალური მონების რასა და აი ეს მეორე ვერსია კაცობრიობისა ახლა დედამიწაზე არის 80% ახლანდელი კაცობრიობისა. ვინ ცხოვრობდა ადამამდე ყველა ამოწყდა, თითქმის ამოწყდა. მე ვიცნობ ორ ადამიანს, მასეც ქსანი ჯონი ეკითხება პენის, ვინ არიან ისინი და სად არიან ისინი. პენი პასუხობს, რომ არ იცის. პენი ამბობს, რომ ესმის მათი ტელეპათიურად, მაგრამ არ იცის სად არიან და რომ ისინი ცოცხლები არიან, ეს ფაქტია, რადგან მათ ტელეპათიურად ესაუბრება. ანუნაკებს არ უნდათ მიეხედათ მონებზე, ამიტომ მათ შექმნეს მესამე ჯგუფი, ვერსია მესამე ადამიანებისა, რომლებსაც უნდა მიეხედათ მაგათვის და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ ისინი მეორე ვერსია მართონ. ეს მესამე ვერსია ადამიანებისა გახდა ელიტა. ეს ელიტა მართავდა ყველაფერს და ამ ელიტას კი თვალყურს ადევნებდა ანუნაკები. 5 წელი შეიძლება მეტი. ისინი ექსპერიმენტს ატარებდნენ, რომ გაერკვიათ, რამდენად ჭკვიანი იყო Homo sapiens-ი და შეიძლება თუ არა ის დამოკიდებლად საქმეები მოიგვარებია და მოვიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ არც ისე ჭკვიანები ვიყავით, არც ისე საკმარისად ჭკვიანები. ამიტომ ჩვენ გვაბრუნებენ ფეოდალიზმისკენ, რადგან ჩვენ არც ისე ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მოვაგვაროთ საქმეები და მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და ამიტომ საჭიროა ჩვენი შემცირება და მე ფრთხილი ვიქნები გამოთქმებში, რომ შემდეგ თქვენ შეძლოთ თქვენი ვიდეოს ატვირთვა YouTube-ზე. YouTube-ზე აკრძალულია ყველა ლამაზი აღწერა ჭყალებში, ხო ხვდებით მე რას ვამბობ. ამიტომ მე ვიქნები ძალიან ფრთხილი და თავაზიანი. მაგრამ ეს ის არის, რაც ახლა მომენტში ხდება. კაცობრიობის 80%, რომლებიც არიან სუფთა სისხლის Homo sapiens-ები, მათ ეს ყველაფერი არ ესმით. ახლა 14% კაცობრიობისა ჩვენთან
ეს არის ელიტური რასა, რომლებსაც ეძახიან homo sapiens, არა homo sapiens, არამედ homo შეიძლება თარგმნება ვერ გადათარგმნა, მე მგონია homo sapiens-ია. ხო, homo sapiens, დიახ. არა, homo sapiens. კიდე ყოფილა რაღაც განშტოება. მე ვარ ჰიბრიდიო ამ ორი სახეობისაო. საშუალო კლასი არის ჰიბრიდი ორი სახეობისა. საშუალო კლასი ხდება ძალიან ჭკვიანი, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით მარტო, იგინი მოგცემდნენ ჩვენ უფლებას, შეგვენარჩუნებინა დემოკრატია. მაგრამ თუ ისინი დაუბრუნდებიან ფეოდალის, ჩვენ მაშინ არ დავჭირდებით, ასე რომ ადამიანები, ჩემნაირი ადამიანები არიან საფრთხეში, ჩემისთან ადამიანებიც არიან საფრთხეში. ჩემ ოჯახში მე ვიქნები თეთრ ყვავად, რადგან თითქმის ყველა ჩემი ნათესავები არიან ჩაფლული პოლიტიკურ და რელიგიურ პროპაგანდაში. და ის ფაქტი, რომ მე ავიწია ამ დონეზე ზევით, ნიშნავს, რომ მე შემიძლია ამის ყველაფერს ნახვა ზევიდან, მართვის გახდა შოკი, მაგრამ ერთი მათგანი მე მასწავლიდა 15 წელი, ალბათ ამიტომ შეძელი მე ამ ნაბიჯის გადადგმა. ის დამიკავშირდა მე, როდესაც იყო 18 წლის, დამიხარ, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა. მან მითხრა, რომ მე ძალიან ჭკვიანი ვარ, მაგრამ შენ ძალიან ბევრი იარე სახელმწიფო სკოლაში, გინდა გაიგო შენ რა გამოტოვე. მე რასაკვირველია ვარი ვერ თქვი ამ წერდებაზე. სხვებთან ამაზე ლაპარაკი იყო ძალიან რთული, რადგან შენ ხარ უკვე სხვა დონეზე, შენ აზროვნებ სხვა დონეზე და ხალხს ეს არ ესმის, ხალხი შენ ვერ გაგიგებს. და ეს იყო მანამდე, სანამ არ გადაწყვეტეს ჩემი მეხსიერების აქტივირება საიდუმლო ოპერაციებზე. ეს როდესაც მოხდა, მე უკვე ვიყავი ის გოი, ესე იგი, თქვა თეთრი ყვავი. და როდესაც მე აღმიდგინეს მეხსიერება სხვებისგან განსხვავებით, მე დამჭირდა 3 წელი რომ გამეგო, ზუსტად რა მახსოვს მე, ამიტომ მე დღემდე ყვები იმ ისტორიას, რასაც ყვებოდი 2011 წელს, რადგან მე უკვე მაშინ გავაკეთე ეს ყველაფერი. მე არ ყვებოდი ამის შესახებ პირდაპირ ეფირში, რომ ყველას გაეგო. ქსან ჯონი ეკითხება პენის, რომ პენი შენ ამბობ, რომ ეს ანონაკები ძალიან ჩვენთან შედარებით ძალიან უსარმართარები არიან. ამიტომ მათ შეეძლო ჩვენი შეჭმა. ეს აჩენს შემდეგ შეკითხვას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან, ა და ბ-საგან. როდესაც თქვენ ხედავთ ასეთ რაღაცებს, როგორც ეშმაკის კოშკი, რომელიც როგორც მე ვფიქრობ, ის იყო გიგანტური ხე, ან ისეთი ადგილი, როგორც სმითსონის ინსტიტუტი, სადაც ინახება გიგანტური ძვლები. ბერძნები ამბობენ, რომ მათ 6 თითი აქვთ, 6 თითები აქვთ ყოველ კიდურზე. პენი პასუხობს, რომ დიახ, ეს მასია. ეს არიან, ქსანი ჯონი ეუბნება პენიბრელის, რომ ეს არიან ანონაკები, ისინი მასე გამოიყურებოდნენ, სანამ გაქვავდებოდნენ. როგორც ეშმაკის კოშკი, მასეთი ხეები დედამიწაზე იყო ძალიან ბევრი. მე მინდა გკითხო, ეს არის ერთეული შემთხვევა თუ ეშმაკის კოშკს ყავს შემქმნელი და მე შემიძლია ამ შემქმნელს დავლაპარაკო. სმითსონოვსკი ინსტიტუტს უნდა კონფისკაცია გაუკეთოს ამ ძვლებს. პენი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს სტანდარტული მიფი კაცობრიობაზე. ანონაკების ყველა რელიგია აღწევს კაცობრიობას, როგორც კენწეროს საბოლოო ქმნილებას. ეს გიგანტური ძვლები არის ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რომ ეს მასე არ არის და ამიტომ ისინი, ვინც ზევიდან ხელმძღვანელობენ, ცდილობენ გააუბრალონ სიტუაცია. ხომ იცით, ძველი პრინციპი რას გადაგებს, არ გაართულო. ეცადე იყო უბრალო. ისინი ანადგურებენ ყველა მტკიცებულებებს, რომ თქვენ არ გადაიღალოთ, თქვენმა ტვინმა არ გადაიღალოს ბევრი ფიქრით. ესე იგი, იმის საფუძველზე, რაც მე გავიგე აქტივაციამდე და აქტივაციის შემდეგ, პლანეტა, რომელიც იყო განადგურების შემდეგ დაიტოვა ასტეროიდების სარტყელი. მის განადგურების შემდეგ დარჩა ასტეროიდების სარტყელი. ეს იყო დედამიწა.
პლანეტა, რომელიც განადგურდაო, იყო დედამიწაო. დედამიწის ზედამესამედი ან ნახევარი დედამიწისა გაფრინდა კოსმოსში და შეჯახა უკვე იმ დროს არსებულ, აი ახლა პლანეტის ადგილას ქვას. და მეცნიერები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ პლანეტას აქვს ორი ბირთვი. ეს მოხდა იმის გამო, რომ დედამიწის ნაკვეთი, დედამიწის პლანეტის, ესე იგი ნაწილი შეჯახა უკვე არსებულ მაგ დროს ქვას. ისინი ორივე იყვნენ, ესე იგი გავარვარებულ მდგომარეობაში და შეუერთდნენ ერთმანეთს, მაგრამ არა მთლიანად, უბრალოდ მაპატიეთ, მაგრამ სრულიად არ მოხდა ამათი შერწყმა. ის ადგილი, სადაც ახლა განლაგებულია წყნარი ოკეანე, ადრე იყო ბრტყელი და დაჭრილი, რადგან ეს იყო მოკვეთილი ნაწილი, მაგრამ პლანეტის ბრუნვიდან გამომდინარე ის ხდებოდა უფრო მგვრალი და მგვრალი და კონტინენტები მოძრაობდა ზედაპირზე და ეს ხეები იყვნენ იმ დროს, როდესაც პლანეტა იყო გიგანტური და განლაგებული იყო მარსი და იუპიტერის შორის. ასევე ის გიგანტური ცხოველებიც, რომლებიც გადარჩნენ, სანამ არ დაიწყეს ძალიან ბევრი ადამიანების ჭამა, მაშინ ჰომო საპიენსმა ისინი გაანადგურა. თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ძირ ამერიკელებს, აბორიგენებს, ისინი ყვებიან, რომ იყვნენ წითელთმიანი გიგანტები, რომლებმაც ძალიან ბევრი ჭამა იცოდნენ და ჭამდნენ ადამიანებს, ამიტომ ისინი გაანადგურეს. ჩვენ ადამიანები, ჩვენ თავს ვთვლით ქნილების გვირგვინად და ამიტომ არ გვინდა ნამდვილი ისტორიის მოსმენა. ეს მით უმეტეს ეხება სკეპტიკოსებს. ნამდვილი ისტორია კი შედგება იმაში, რომ ჩვენ შექმნეს როგორც მონები, მასე ბიბლიაში ხომ ზუსტად ასე წერია, ადამიანი შეიქმნა იმისთვის, რომ მიეხედა დედამიწაზე, მიეხედა ცხოველებზე და სხვათა შორის ბორევიც წერს ამის შესახებ, დაზუსტები წერს თუ როგორ შეიქმნა ადამიანი, რატომ შეიქმნა ადამიანი და როგორ უნდათ კაცობრიობის განადგურება ენლის და როგორ გადაარჩინა ადამიანები ენკიმ. გინდათ ბიბლია წაიკითხეთ, გინდა ბორევის წიგნი წაიკითხეთ, ისტორია ჰუმანოიდური ცივილიზაციების, დედამიწის ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორია. თუ რუსული იცით, შეგიძლიათ რუსული ორიგინალი წაიკითხოთ. ეს ახალი ამბავი არ არის, ამიტომ თვითონ ნამდვილად გაინტერესებთ თქვენი შექმნის ისტორია, თუ სინამდვილეში რა ხდება, რა მოხდა. რა ვიცი, ინტერესის გამო, მე მაგალითად ინტერესის გამო დავიწყე ამ ტექნის კითხვა. პენიპერელი ამბობს, რომ ჩვენ ვიყავით შექმნილი იმისთვის, რომ გვემსახურა ღმერთისთვის. ღმერთი კი ვინ არის? ანუნაკი. ეს ჩვენ ყველა სახეებზე გვაწერია. მარიო ბრედლიო რაღაც თქვა გვარი, ვერ გავიგე. წამყვანი ვატიკანში მუშაობდა ეს კაცი და ძველი ებრაული ენიდან გადმოთარგმნა ბიბლია. დეტალურად. არაფერი დაუმატები, არაფერი მოუკლია. რაც ეწერა ზუსტად დეტალურად და ის კაცი გააცემეს ვატიკანიდან. ახლა ის პენი აქ არ ამბობს ამ ეფირში, მაგრამ ისა ალექს ჩერკასოვს რომიც ინტერვიუ გონი ბოლო ვიდეოში თუ არ ვცდები, ხო? მე-12 ნაწილში. იქ ამბობს, რომ ეს კაცი იმიტომ გააძევეს, რომ მან დაზუსტები გადათარგმნა ეს ბიბლია. და ერთადერთი ორიგინალი ამ თარგმნისა, გადათარგმნილი ბიბლიის აქვს პენი ბრედლის. რომალურ ენაზეა დაწერილი მგონი, მაგი, გადათარგმნილი. Я дословно. ხო, ეუბნება პენი
ქსან ჯონს რომ სილკას გამოუგზავნიდა მის წიგნზე. მაგრამ სამწუხაროდ ეს წიგნი მე ვერ მოვიპოვე რუსულ ენაზე, ინგლისური მე არ ვიცი, არც სხვა ენები ვიცი. ძალიან მინდა ამ წიგნის შოვნა, რადგან იქ წერია ზუსტი თარგმანი ბიბლიისა, რადგან ბიბლია რომელიც დენა ეკლესიებში, გინდა ქართულ ენაზე აიღე, გინდა სომხურ ენაზე, ყველას აქვს თავთავის ენაზე, ხო? გინდა რუსული ავიღოთ. ეს უკვე არასწორი ბიბლიაა. მით უმეტეს ახლა თარგმნილია, მე მაქვს ბიბლია გადათარგმნილი, ახალი სამყაროთი არის ასეთი საზოგადოება და თან იმ ბიბლიიდან ამოკვეთილია ბევრი ნაწილები, არა კანონიერი წიგნები. ერთადერთი ამ არაკანონიერი წიგნებიდან არის ენოქის წიგნი. მაგრამ საბედნიეროდ ეს ენოქის წიგნი არის ინტერნეტში, მე გადმოკაჩული მაქვს და სხვათა შორის მაგის გადმოწერა მინდა ჩემთვის. არ ვიცი ახლა მაგას გადათარგმნი თუ არა, ცოტა რთული იქნება მაგის გადათარგმნა ქართულად, მაგრამ მე მინდა ის ჩემთვის გადმოვწერო და შევადარო მერე წყაროები ერთმანეთს. ახლა კი გავაგრძელოთ. და პენი ამბობს, რომ იმ ძველ ბიბლიაში ორიგინალში წერია, რომ ღმერთები მოვიდნენ, შექმნეს კაცობრიობა, თავისი ხატის მაგვარი, იმისთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ მათი მონები. ბორეევის წიგნიც ხსნის ამას სხვათა შორის. ძალიან საინტერესოდ, ზუსტად მასზე. არა საჭირო ბიბლია წაიკითხო, რომ სიმართლე გაიგო. აგერ ბორეევი ყვება დეტალურად ყველაფერს. ამ მიზეზი იმისა, რომ ჩვენამდე ორიგინალში არ მოვიდა ბიბლია, არის ის, რომ ჯერ ის გადაითარგმნა ლათინურ ენაზე, შემდეგ გადაითარგმნა ინგლისურად და იცხოვებით იმის გამო, თუ რისი გაკეთება სურდათ, რომ უნდა ჩაემატებიათ. არის მრავალი თარგმანი მაგისა, მაგრამ არც ერთი არ ემთხვევა ორიგინალს. ქსან ჯონი გადადის შემდეგ კითხვაზე. ჩემი კითხვა შედგება შემდგომში. მე მინდოდა გამეგო თუ ეს თუ ის კულტურები რატომ ალმეკები და რაღაც კიდე მეორე კულტურა მგონი გაქრენ ესენი და პენის ეკითხება თქვენ თუ იცით ამის შესახებ რამე. ახლა გავარკვევთ. მე არაფერი არ ვიცი მათ კონკრეტულ ისტორიაზე. ისტორიის განმავლობაში არსებობდა მრავალი პატარა ჯგუფების რაოდენობა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლა ახდენდნენ წარმატებას და შემდეგ ხდებოდნენ. შოუს წინ მე თქვენ გეუბნებოდით, რომ ალექს ჯოუნი იყო დაბატიშებული რეიკიავიკში, ისლანდიაში, პერუში და სამხრეთ ინგლისში, რომ შეერთებოდა ელიტას და მათ რაღაც ღონისძიებებს ღია ხაერზე და თქვენ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ ეს ელიტა როგორ არის დაკავშირებული კაინთან. ზუსტად ამის შენახვა სურთ მათ საიდუმლოდ. თქვენ შეგიძლიათ ამ თემას შეეხოთ, თუ ეს ის თემა, რაც უნდა დავტოვოთ ხელუხლებელი. ამის შესახებ წერია წიგნებში, რომლებსაც ადამიანები არ კითხულობენ და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ამის შესახებ ლაპარაკი. თუ თქვენ გინდათ ამის შესახებ წაკითხვა, ჩემი შორეული ნათისა ნიკოლოსმა დევირმა დაწერა წიგნი. ამ წიგნის დასახელება გველეშაპის მემკვიდრეობა. და ის ცოტა დრამატიზებას უკეთებს მის დაწერილებს. უდიდესი ნაწილი იმისა, რასაც მაგ ლაპარაკობს, სიმართლეა, მაგრამ ბევრ ადგილებში რაღაცები არის მოგონილი და მას აქვს კიდევ ერთი წიგნი გველეშაპის თესლი, სადაც ის წერს ესე იგი აღწერს შთამომავლობის საგვარეულო ხეს.
საგვარეულო ხე სამვეროვიგებისა, ელიტური წარმომადგენლებისა, სამეფო დინასტიებისა, კაინამდე. И обе книги основаны на документах, которые он нашел на чердаке. და ორივე წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებზე, რომელიც მან ნახა სხვენზე. ჩვენ ყავს საერთო დიდი ბაბუა, ასე რომ ეს ჩემი ოჯახიცა. ქსან ჯონი ეკითხება პენის, მე მახსოვს, რომ შენ ლაპარაკობდი ქსან ისარიაზე, უკაცრავად კლემენტ ისარიაზე, შენ შეგიძლია მის შესახებ ლაპარაკო. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ ახლა მსჯელობთ. იესოს ყავდა ბიჭი, იესოს ყავდა ქალიშვილი. პენი პასუხობს, იესო იყო ადამიანი. მე ვლაპარაკობ მასზე, რადგან ბევრი ხალხი ფიქრობს, რომ ისა იყო ღმერთი. მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ მე ჩემ ასლს აქ არ გამოვთქვამ ამ თემებთან დაკავშირებით. არა, მე კი რაღაცას ვამატებ, მაგრამ მე ხა თქვენ მხოლოდ პენის აზრის წერდა. ახლა რაც კაცობრიობა შეეხება, მე მაქვს ეს წიგნი წაკითხული და ახლაც ამ მომენტში კიდევ თარგმნი, არა მაქვს დამთავრებული და იმიტომ გავეჩხერე ამ საუბარში, რომ თქვენ გითხრათ, რომ მარტო პენი ბრედლი წყარვა არ დადასტურებს ამას, რომ ეს წერია წიგნში, ბურების წიგნში. ამიტომ მე გამიბრასდებით. ახლა იესოს რაც შეეხება, ეს ცოტა არის დელიკატური საკითხი, არის ბევრი ვერსია, 3-4 იესო არსებობდა. მე რელიგიურ საკითხებს არ ვეხები ღრმად, მე შეიძლება ზედაპირულად რამეს შევეხო. მოდით ახლა მოვუსმინოთ ჩვენ პენის. ეს ადამიანი, ესე იგი იესო იყო იუდას ხაზიდან. ის არ იყო მეფე, მაგრამ ის ვალდებული იყო, დაქორწინებული იყო და შედევნოდა შვილი. საერთოდ მეფეებს შორის კიდე მთავარი მიზანი იყო დაქორწინება და შვილის შეძენა. მეორე მოვალეობა იყო მეფეების ქვეყნის მართვა. იესო დაქორწინდა მარიამ მაგდალენაზე, თუმცა ახალ აღთქმაში არ წერია, რომ იესო დაქორწინდა. ყავდა შვილები. ეს უკვე მე დავამატე, ის რომ იესო დაქორწინდა, ამაზე კინოცა ყავდა შვილები, თოლშვილი, ამაზე კინოცა გადაღებული და პენი ბრედლის იესოზე აქვს ალექს ჩერკასოვზე მიცემული ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გადაგთარგმნე, მოყოლილი და პენის ნათქვამით იესო წავიდა იაპონიაში და იქ გარდაიცვალა თავის ძმასთან ერთად წავიდა, იქ შექმნა ოჯახი, თუ ვინ ყოფოდა, ხო, თითქოს იქ შექმნა ოჯახი და იქ გარდაიცვალა. არა, ეს პენის არ აქვს მონაყოლი. აბა ვინ ყოფოდა ამას? კარგი, დავანებოთ ამას თავი. ხო, ერთ-ერთი ვერსიით მე წავიკითხე, რომ მოსაძებნი მას კონსპექტი. მე წავიკითხე, რომ იესო თითქოს წავიდა იაპონია. უბრალოდ 12 წლის ასაკში ის და მისი ძმა ხო გაქრა, ახალ აღთქმაშიც ამაზე ნახსენები. შემდეგ იესო ბოლოს ძმა მოუხდა ჩინეთში, მოჭრა ძმის ხმა, წაიღო ეს ძმის ხმა, ჩავიდა იაპონიაში, ერთ-ერთ კუნძულზე დასახლდა, დაოჯახდა და იქვე არის იესოს სახელზე აშენებული ეკლესია, იქ არის მოშორებით ორი სასაფლაო, ერთი ძმის და ერთი იესოსი. იქ იაპონელი თოლისგან მას ყავდა 3 ქალიშვილი, მგონი თუ 4, არ მახსოვს ზუსტად. პენი ბრედი ამბობს, რომ იესო დაქორწინდა მარიამ მაგდალენაზე. ლევაშოვის ცოლი თავის წიგნში წერს, წიგნი 10 ენიაში, რომ იესო სიკვდილის შემდეგ მარიამ მაგდალენა გაიქცა და კატარში წავიდა. იქ ამოშხრიტეს, ბიჭი არ იყო იმ მომენტში, ქალბაჟი ყავდა და დედა და შვილი, ქალიშვილი მოკლეს. მოტყუებით შეიპარა მკვლელი. ის მკვლელი თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. და ქალიშვილი და იესოს მაგდალენა იქ მოკლეს. ასე რომ ბევრი ვერსია არსებობს. ამიტომ მე თუ გამიბრასდებით,
მე უბრალოდ ვცდილობ სიმართლე გავარკვიო, გავიგო. რასაკვირველია, მინდა ვიცოდი სიმართლე. რატომ უნდა ვენდობოდე მე ბრმად რამე ერთ წყაროს. უნდა გავარკვიო. პენისი ნათქვამით იესოს ყავდა 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი, სახელად სარა. როდესაც სარა გაიზარდა, ის მიათხოვეს თავარ სარდალს და ასე გაჩნდა მეროვინგების დინასტია. და ისინი კიდევ მალავენ იმას, რომ მეროვინგები მოვიდნენ თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე საცხოვრებლად. ხო, აი რომ ვერ გავიხსენე მე ვიფი. ისინი კიდევ მალავენ, რომ ვიფი არსებობს, ვიფი, ასეთი ის არის ხაზი. ისინი გაემგზავრნენ აღმოსავლეთისკენ, პოლონეთში, ავსტრიაში და ბურგუნდიაში. რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ ბურგუნდიონს. საფრანგეთის სამხრეთია. ისინი გაერთიანდნენ ლონგობარდებთან, რომლებიც აქამდე მოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ იქ არავინ არ დაჩა თითქმის, რადგან ყველა მოკლა წითელა. ინფექციურმა დაავადება. როდესაც წითელა პირველად გაჩნდა ევროპაში, ის იყო ძალიან საშიში. მან მოკლა მილიონი ადამიანი. იმ დროს წითელა და ყმაყურა იყო ძალიან საშიში საინფექციო საშიში დაავადებები. ჩვენ მათ მიმართ არ ქონდა იმუნიტეტი, მაგასთან გაანადგურეს ეს წითელა და ყმაყურა. ხალხი ამოწყდა, რომაელები ამოწყდა, რომაელებსაც დაემართათ ეს. მათ მიატოვეს, ისინი იყენებდნენ მონებს ჯარისკაცების მაგივრად, მაგრამ და მიატოვეს ზედამხედველების და თანამდებობებზე მათი დაყენება და მარკ ავრელიის შემდეგ შეწყვიტეს ბრძოლა გერმანელებთან. ამის მაგივრად დაუწყეს მათ ხარკის გადახდა. გერმანული ტომები ტალღებივით მოდიოდნენ ცენტრალური აზიიდან. მათ ვიღაც დევნიდა. დღეს ჩვენ ვუძახით მათ ოქროს ორდას, ზალატაი ორდა. ამ ოქროს ორდაში ზალატაი ორდა ან ოქროს ურდა და მათ გამო ყველა იყვნენ წნეხის ქვეშ. მოდიოდნენ ყველა ტომის წარმომადგენლები. ეს ტომები იყვნენ ერთმანეთის მიმართ ნათესაურ კავშირში. მათ ყავდათ ერთნაირი მოსახლეობა, 1,1 ადამიანის. ისინი ლაპარაკობდნენ მსგავს ენებზე. მათ ჰქონდათ თითქმის ერთნაირი ადაწესები. ისინი ძალიან გავდნენ სპარტანელებს მათი სამხედრო აზროვნებით და მათი სიძულვილით ვაჭრების მიმართ. ისინი ვერ იტანდნენ ორპირ ადამიანებს და აფასებდნენ პირდაპირობას და სიმართლეს და ზუსტად ამ ხალხმა დაიპყრო ევროპა, როდესაც რომაელები ამოწყდა წითელა და ყმაყურის დაავადების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მოვიდნენ და ყველა მოკლეს. შემდეგ ამ ტომეების თავარსარდალები ქორწინდებოდნენ რომაელების ქალიშვილებზე და მართავდნენ ამ ადგილებში. ხელისუფლების გადაცემა იყო ძალიან ორგანული. მეროვინგები აშენებდნენ ეკლესიებს, ისინი აშენებდნენ კოლიზეებს მთელ დასავლურ ევროპაში. ყველაფერი ცუდად გახდა, ესე იგი საქმე გააფუჭდა იმის შემდეგ, რაც როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ აიღო, ჩაიგდო ხელში ხელისუფლება და ფაქტიურად აუგზავნა ქრისტიანებს კითხვა და მათემატიკით მეცადინეობა მათემატიკაში. უამრავი ბრალდებულებები გერმანული ტომების მიმართ მოდიოდა ვატიკანიდან. აი რატომ გაფრინდნენ მეორე სამამულო ომის შემდეგ გერმანელები კოსმოსში. ისინი დაიღალნენ ვატიკანისგან და ბანკირებისაგან. ისინი 3 წელი ცდილობდნენ მათ მოკლას რომაული ლაშქრობით და ისინი დაიღალნენ და ამიტომ გაფრინდნენ კოსმოსში. ახლა კი ამერიკელები დაძევენ კუჩი მათ
და ცდილობენ მათ მოკლას. იყო ჯგუფი ნინძა, რომელიც აფინანსებდა სანორას და სხვა პროექტებს 1800 წლებში ამერიკა, პრუსია და რუსეთი იყვნენ მოკავშირეები და ერთად მუშაობდნენ. მე მგონია მეორე სამამულო ომის დროს გერმანელებს უკვე ჰქონდათ კლონირების ტექნოლოგია